მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებელო და მსმენელო, დღეს მე მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ. ეს ისტორია საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო. მაგრამ რატომღაც ამ თემაზე სამეცნიერო წრეებში საუბარს ვილად რომ თქვათ ერიდებიან. ჩვენ შეჩვეული ვართ, სულ გვეუბნებოდნენ რომ თითქოს უძველესი ადამიანი უვიცი იყო და მხოლოდ ნადირობით და შემგროვებლობით იყო დაკავებულიო. ეგრე არ არის, სკოლებში ესე გვასწავლდნენ ჩვენ. ხო და აი შიგადაშიგ, როდესაც დაიღლებოდა ხეცების დევნით, ან რა ვიცი, შემგროვებლობით და ასე შემდეგ, ასე უცბად დადგებოდა და ღვინის კედლებზე რაღაცას კაწრიდა. ხატავდა ესე რომ ვთქვათ, რბილად, ხო, ჩვენ ესე გვეუბნებოდნენ ყოველ შემთხვევაში. ხო, ხატავდა პრიმიტიულად, რადგან უკეთ არ იცოდაო მაშინო. რას ვიზავთ? ის ხომ ტლანკ მოუმწიფებელ არსებად ითვლებოდა. ანუ ჩვენი წინაპრები ესე რომ ვთქვათ, არა? თუმცა ცოტამ თუ იცის რომ ეს არ იყო უბრალოდ დამახინჯებული პრიმიტიული ნახატები. არამედ ნამდვილი კინოთეატრს შევადარებდი პირადად მე. აი რატომ ეხლა მოგახსენებთ. რომელიც ოფიციალური ისტორიის მიხედვით, რა თქმა უნდა, შეუძლებელიაო, ამბობენ, არა? შეუძლებლად ითვლება. მაგრამ სანამ დავიწყებ, ჩემო ძვირფასო მსმენელო და მაყურებელო, ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ ახი. მეც აღარ შეგაწუხებთ ამ ვიდეოში. დიდი მადლობა წინასწარ, დიდი მადლობა ჩემს გამომწერებს, ყველას, ვინც კომენტარებს აკეთებს ვიდეოებს ქვეშ. შეძლებს დაგვარათ, მე ვცდილობ ყველას უპასუხო და მაგაზე მინდა ცალკე ვიდეო გავაკეთო კომენტარების მიმოხილვა, იმიტომ რომ საკმაოდ დაგროვდა საინტერესო კომენტარები, ზოგი შენიშვნები, ზოგი ისე, ზოგი ასე და მივოიხილავ დიდი სიამოვნებით. კარგით, გავაგრძელოთ ახლა. ყველაფერი სამხრეთ საფრანგეთში, ღვინეებში დაიწყო, სადაც საოცრად რეალისტური ნახატები გამოჩნდა. გერმანელი არქეოლოგი ედუარდ ვაშტელი ამ ტერიტორიაზე უკვე აღმოჩენილი ნახატების შესასწავლად მივიდა და იმ იმედით, რომ კიდევ რაიმე ახალს აღმოაჩენდა. ნუ ეს ყველა მეცნიერს აქვს არქეოლოგს, რომ იქნება იმეს რამე სხვა გამორჩა და მე აღმოვაჩინო რამე და აი ნახეთ როგორ განვითარდა სიტუაცია. ეს ადგილები მეცნიერებისათვის დიდი ხანია ცნობილია, ხოლო პერიოდულად იქ ახალი აღმოჩენებიც ხდებოდა თურმე. განსაკუთრებით საყურადღებო ლასკოს მღვიმე იყო, რომელსაც ხშირად პირველ ყოფილი, ეგრეთ წოდებული, ხელოვნების სიქსტის კაპელასაც უწოდებენ. ეს მღვიმე 1940 წელს შემთხვევით ბავშვებმა აღმოაჩინეს. დამალობანას თამაშობდნენ ან რაიმე სხვას, რომლებიც წაქცეული ფიჭვის ფესვებს შორის გაზრდნენ და ამოყვეს თავი უზარმაზარ გალერეაში, ასე რომ ვთქვათ. როცა მეცნიერები შევიდნენ მღვიმეში, გაკვირვებულები დარჩნენ. გიგანტური ცენტრალური დარბაზი მორთული იყო საოცარი, აღსანიშნავია ფერადი ცხოველთა გამოსახულებებით. ანუ ფერებით, უნიკალური ფერებია, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს კადრებში. მარმარილოს ფენამ მთის ქანებში ესე ამბობენ, ღვინე ტენიანობისგან დაიცვა, რის გამოც ნახატები პირვანდელი სახით შენარჩუნდა. თუმცა მღვიმის პოპულარობამ, ისე გაიზარდა, რომ პრობლემები გამოიწვია ძალიან დიდი. დღეში 1000-მდე ტურისტი ცდილობდა შესულიყო, ენახა, რის გამოც მიკროკლიმატი შეიცვალა და ნახატები განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. არქეოლოგებმა განგაში ატეხეს ტურისტების ნაკადის შეზღუდვისა და კონდიცირების სისტემის დაყენების მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ეს არის ოფიციალური ისტორია, ღვიმე სამუდამოდ დაიხურა დამთვალიერებლებისათვის. თუმცა ეს შეზღუდვა არქეოლოგებზე არ გავრცელდა. ედუარდ ვაშტელმა 1993 წელს, რა თქმა უნდა, მოიპოვა ამ ღვიმეში შესვლის უფლება. ყველაზე მეტად ედუარდს კლდის კედლებზე შესრულებული ცხოველთა გამოსახულებები აინტერესებდა. ისინი უჩვეულო იყო, გარკვეული კუთხიდან ძალიან გავდნენ კედელზე ამოკვეთილ ცხოველთა სილუეტებს. შემდეგ გამოსახულებები თითქოს და პარალელური ხაზებით იყო გადახაზული. აი თითქოს დაკაწრულია, ხედავთ? თითქოს ვიღაცამ ცხოველი დახატა, მაგრამ შემდეგ აღარ მოეწონა და გადახაზაო. შემდეგ გამოსახულებები თითქოს და პარალელური ხაზებით იყო გადახაზული. თითქოს ვიღაცამ ცხოველი დახატა, შემდეგ არ მოეწონა და გადახაზა უბრალოდ. არქეოლოგმა დაიწყო ფიქრი, როგორ და რა მიზნით შეიქმნა ყველაფერი ეს, ხო, კითხვა გაჩნდა. შესაბამისი ანალიზის ჩატარების შემდეგ მან დაადგინა, რომ ხაზები იმავე დროს იყო დატანილი, როდესაც ნახატები შეიქმნა.
ეს საინტერესოა. მაგრამ რატო აქციეს ძველმა მხატვრებმა სილუეტების გარჩევა ასეთი რთული, ხო, ყოფილიყო, კითხვები კიდევ უფრო მეტი ჩნდებოდა. გარდა ამისა, თავად გადახაზვები ძალიან ზუსტი იყო. აი ხაზები სწორია, სიმეტრიულად მიყვება. ზოგიერთ გამოსახულებას რამდენიმე თავი ჰქონდა და მათ აშკარად უფრო მეტი ფეხი ჰქონდათ აღმოჩნდა, ვიდრე ანატომია ითვალისწინებს, ჩვენს სინამდვილეში არა, დედამიწაზე ესეა ყოველ შემთხვევაში მრავალფეხებიანი ძუძუმწოვრები, რა ვიცი, მე არ შეხვედრია პირადად. ვისაც შეხვედრია დაწერეთ. ყველა ამ კითხვაზე პასუხი შემთხვევით იპოვა. აი ნახეთ რა მოხდა. ერთხელ კვლევის დროს ის ღვიმის სანახავად წავიდა. ერთ-ერთი ღვიმე იყო, სადაც ძალიან პრიმიტიული ნახატები ეგულებოდა. ტურისტებისათვის ეს ადგილი უცნობი იყო. ამჯერად ფარის ნაცვლად მას თან ძველი ზეთის ლამპით მოუწია შესვლა და რატომ? თავისი ძლიერი ფანარი ბანაკში დარჩენოდა. უკან დაბრუნებას არ ჭიარო. ადგილობრივ ფერმერს თხოვა ლამპა ჩვეულებრივი ძველებური ნავთით ან ზეთით ან სინათდება. და აი როცა ერთი სურათიდან მეორეზე გადადიოდა ჩვენი ვაშტილე, გაოცდა სასწაული. ნახატები, რომლებიც სხვადასხვა კუთხეში იყო განთავსებული, უცბად ამოძრავდა. ლამპის სინათლეში ეს პარალელური ხაზები სურათებზე თითქოს ქარი არხევდა მინდვრის ბალახებს, ხოლო მათ შორის ცხოველები მოძრაობდნენ. ხედავთ? გამოირჩეოდა ანტილოპა, რომელიც ტაცებლის დანახვაზე მოძრავი ბალახების ფონზე შფოთავდა. აი ესეთი ანიმაცია გვაქვს, ხო? პირდაპირი გაგებით. ბევრი ფეხი ქმნიდა ეფექტს, თითქოს ცხოველი სწრაფად გარბოდა. ანუ მთელი სცენები ხდებოდა, ესე იგი, როდესაც მიდიხარ აი ამ ლამპის შუქზე, ამ შუქის გრადაციის შედეგად ის მრავალფეხიანი, ვითომ ესე იგი, უვიცების მიერ დახატული ეს შედევრი დღეს როგორც მივხვდებით არა, იწყებდა მოძრაობას. საინტერესო იქნება ამ ღვიმეში სამგანზომილებენ 3D სათვალით რო შევიდეთ, ნეტარ ეფექტს მოგცემს, მაგრამ როგორც გითხრეს, დაკეტილია ეს ტურისტებისთვის და ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის არ შეიძლება იქ შესვლა. ნუ რატომ მიხვდებით ამას მალე? აი მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ეს ყველაფერი მოზარდებისთვის იყო გაკეთებული. ანუ კიდევ ერთი კითხვა მიჩნდება რა, თუ ასეთი ცოდნა და ტექნიკა ჰქონდათ, რა მაიძულათ გამოქვაბულში შესახლება? აი ეს არის საინტერესო კითხვა. ეს მე პირადად იმას მიმანიშნებს, რომ რაღაც დიდი პლანეტარული მასშტაბის კატასტროფა არის მომხდარი, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ამაზე შემდეგ ვიდეოებში ვისაუბრებ. და სწორედ ამან აიძულა ჩემის აზრით, რომ ესე იგი გადარჩენილი კაცობრიობის ნაწილი აი ესე შესახლებული იყო და თავი შეეფარებინათ გამოქვაბულებისათვის და ალბათ ეს ის ცოდნა, რომელიც უნდა გადასცემოდათ უკვე დიდი ცივილიზაციის დაღუპვის შემდეგ გადარჩენილ ბავშვებს, რომ აი ესეთი ცხოველები არსებობენ, რომ გარე სამყაროში რა ხდებოდა, შეიძლება იქნებ ვერც გამოდიოდნენ ალბათ, ხო? გარკვეული პერიოდი. რა თქმა უნდა, ოფიციალური მეცნიერება ამაზე არ საუბრობს და დუმს, მათ თეორიაში ეს ნახატები ველურმა კაცმა და ქალმა შექმნა, რომლებიც მხოლოდ განვითარების საწყის ეტაპზე იყვნენ. დარჩენ თქვენთვის მომინდია ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ განსაჯეთ, შეხედეთ კადრებსაც, ხო, ვიდეოს თან ურთავ. თუ რა მოხდა და რა არ ვიცით, იქნებ ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაში ბევრი რამ იმალება. ჩვენი წინაპრების ზღაპრებში, მითოლოგიაში, რომელიც მე მგონი უფრო რეალობაა, ვიდრე დღევანდელი ოფიციალური ისტორია. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ჩემო ძვირფასებო, მომავალ შეხვედრამდე.